Ağa Mirza Moshtaheddini ჩამოდის აქ თბილისში მას მაშინდელი მეფის ნაცვალი უბოძებს ჩუქნის 20 გექტარზე მეტ მიწას აძლევენ ფულს იმისათვის რომ გააშენოს აქაურობა და მოკლედ ფუძნდება ამ პარკში აშენებს ბაღს უნიკალურ სარწყავ არხს და ასე შემდეგ და აი შენობას რო ხედავთ ამ შენობის პირველ სართულზე იყო მისი საცხოვრებელი ვინა სადაც ცხოვრობდა წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად მუშტაიდის ბაღის ტერიტორია ერთ დროს დინამოს საფეხბურთო სტადიონსაც კი მოიცავდა. დროთა განმავლობაში პარკი შემცირდა, თუმცა საბოლოო ჯამში ბაღმა ეგრეთ წოდებულ დეველოპერულ შემოტევებს გაუძლო და ეს სივრცე დღემდე ყველას საყვარელ დასვენების ადგილად რჩება. რაც შეეხება ლეგენდებით მოცულ მირ ფეთე აღა მუჩტაჰედს. იგი გარკვეული დროის შემდეგ ირანში დაბრუნდა და ცხოვრების უკანასკნელი წლები მშობლიურ თავრიზში გაატარა. ეს არის მოხსენებული მაშინ პრესაში რომ იყო ახოვანი, ლამაზი, მაღალი, ქველი, ხშირად აწყობდა ხოლმე წვეულებებს, სადაც პატიჟებდა მაშინდელი ქალაქის ელიტას და ვინც ვერ მოხვდებოდა ამ წვეულებაზე, არაპრესტიჟულად ითვლებოდა ხოლმე. სადაც 40-იანი წლების დასაწყისში, მოკლედ აქ ეწევა თავის საქმიანობას ისე აგრძელებს. შემდგომ, როდესაც ის შახი გარდაიცვალა და რუსეთისთვის სასურველი შახი იკავებს სპარსეთის ტახტს, ის ეძახის ყველა ამ დევნილებს და მოშტაჰედინიც მიდის ბრუნდება სპარსეთში. პირველი 2-3 წელი ოჯახს ტოვებს ჯერ აქ, ოჯახი რჩება აქ საცხოვრებლად და შემდეგ თუ ავსდები 3 წლის შემდეგ ოჯახიც გადის. ამ სახლს და ბაღს ის ყიდის ხაზგასმით ვამბობ, რომ ამის საბუთები არსებობს კერძო პირზე და საერთოდ პარკი ამის შემდეგ ძალიან ბევრ ხელში აღმოჩნდა და საბოლოოდ 19 საუკუნის მიწურულს ქალაქის მმართველობამ მაშინდელმა აიღო მეურვეობა ამ პარკისა და ძალიან თვალჩეს კარგად უვლიდნენ და ძალიან კარგი პარკი იყო. შესანიშნავია ისიც, რომ აქ პირველად 1930 წელს გაიხსნა სოფლიოში, როგორც ამბობენ, მე აქ ადამიანი მოწვევია მართალი გითხრა, სოფლიოში პირველი იყო, მაგრამ როგორც არის სოფლიოში პირველი საბავშვო
დღეისათვის მუშტაიდის ბაღი ერთ-ერთ კერძო კომპანიას ხანგრძლივი იჯარით აქვს აღებული. თავდაპირველი სკეპტიციზმის მიუხედავად მუშტაიდის ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი პარკია. მისასალმებელი ისაა, რომ მფლობელი კომპანია ხვდება ბაღის ისტორიული ნაგებობების ფასს და ნელ-ნელა ახდენს მათ რესტავრაციას. მაგალითად, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მუჯთაჰედის მიერ აგებული მწვანე შენობის რეაბილიტაცია. მანამდე კი აღადგინეს თბილისის ყველაზე ძველი ატრაქციონი, ცხენების კარუსელი, რომელიც 1905 წელსაა ფრანგი ხელოსნების მიერ შექმნილი. უნდა ითქვას, რომ ფრანგებმა მუშტაიდის ბაღს მხოლოდ კარუსელით არ დაამახსოვრეს თავი. ორი საინტერესო ისტორია არის, რაც დოკუმენტალურადაც არის დამტკიცებული. ეს არის ფრანგი ფრინავი ჟან ბედე, რომელიც ეწეოდა საჰაერო ბურთებით ფრენის პოპულარიზაციას. აქ იყო ჩამოსული 1892 წლის თებერვალში და სამი გაფრენა გააკეთა აი ამ ტერიტორიიდან. ნუ არც ერთ გაფრენაზე არავინ არ ჩაუჯდა, იმიტომ ჩვენ ქართულებს ეთქვა მყარად გვიყვარს მიწაზე ფეხით დგომა და ბოლოს იგულისხმებული იყო და მემაწვნისგან იქირავა სახედარი. ჩაისვა ამ კალათში და სახედართან გაფრინდა, ქარმა წაიღო მეტეხის მხარეს. ეს არაერთხელ მithქვავს, საინტერესო ფაქტი მოხდა, მაშინდელი პრესა ამას აღნიშნავს ძალიან ისეთი მხიარულ ნოტაზე. წარმოიდგინეთ ახლა 82 წელი 1800 მეტეხის მხარე, მეედანი, ყარაჩორლები, კინტოები და რაღაცა მოფრინავს და ვირი ყროყინებს. მთელი ქალაქი ყიჟინის მისდევდა ამ დროს დაждდა იქ მეტეხის ტერიტორიაზე. ვირი ისე იყო გაოგნებული, გადახდა და პატრონს ვერ იპოვა, ის არის მოხსენებული და კიდე ამით აღნიშნო, იქვე არის მიწერილი, რომ ასეთ სევდიანი მომენტი, მაშინ როდესაც მთელი ქალაქი ყიჟინით ვიღაც ფრანგს ვირთან ერთად მისდევდა, ზუსტად იმ წუთებში ლაზარეთში მარტოობაში გვხვდებოდა ალექსანდრე ყაზბეგი. ეს არის მაშინდელ პრესაში. ნუ კიდე რაც მთავარია, აკტრისა მარგარიტა და ჩვენ ნიკოლას ისტორია აქ არის, ჩვენ ვაპირებთ ამის ყველაფერს კანდაკებითაც და ორგანიზებითაც გაცოცხლებას ამ ისტორიისას, ულამაზეს ისტორიის. აი თუ ხედავთ მწვანე შენობას, ამ შენობაში იყო სცენა, სადაც გამოდიოდა აკტრისა მარგარიტა და ზუსტად იმ ვარდების ცნობილი თემა მოხდა აქ. ანუ შემოსასვლელიდან შემოვიდა, ხელში ეჭირა ვარდები და რამოდენიმე ურემი იყო სავსე ვარდებით.